მოგესალმებით მეგობრებო, დილა მშვიდობისა გაზაფხული დაიწყო და ისეთი საინტერესოა ჩემს ეზოში ჯდომა. აი ნახეთ. სიცოცხლე იღვიძებს, მამლები ყვირიან. ეხლა მე რა მინდა გესაუბროთ რა. ჯერ დაგმატიჟებთ, როგორც ყოველთვის ყველას. ყველა და ვინც თავს იგრძნობთ რეზონირებულად შეგიძლიათ ყველა დაემატოთ ჩემს ლაივში. ესე იგი, მამალი ყვირის, სამი მამალი ყავს და სამივე ყვირის. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ რაზე მინდა დღეს ვისაუბრო რა. აი ეს მამალი ახლიდან იწყებს ახლა ყელის გაწმენდას და ყვირის. შემოსაყვერებლო მეგობრებო, ეზოთერიკოსებო და სულიერებაში გარკვეულო ხალხო, მე მინდა ვისაუბრო დღეს მამაო ჩვენოს თემაზე რა. ესე იგი, ქრისტე გვიბარებს ესეთ საკითხს რა, რომ მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი. ვით არცა ცათაშინა, შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ანუ შინა და ზედა. აი ამაზე მინდა ვისაუბრო დღეს. ხო? ვინც ერკვევით ამ საკითხში დარჩით ჩემთან რა. მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრები ამასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ჩვენმა ერთ-ერთმა სიდონის წევრმა, ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ჯვარზე ვარდის გათავისუფლებაში დაგვეხმარა ეს ქალბატონი ნინო ხარაძია, ასეთი საკითხი დააფიქსირა და სხვათა შორის ძალიან სერიოზული საკითხი დააფიქსირა და მინდა ეს განვიხილო. თუ იქნება აქ ნინო ხარაძე, მასაც დავპატიჟებ. ნინო ხარაძე. აგერ. დაგამატეთ. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ესე იგი რამდენიმე განზომილება. ჩვენ აქ დედამიწაზე შუასკნელში ვართ, არის მერე ზეცა, არის მერე ზეცა, ანუ ზეცა და ცა, ხო? ცა და ზეცა. ცათა შინა არის ეს ჩვენი განზომილება, სადაც ჩვენ ვხედავთ ცას და არის ეს ჩვენი ფიზიკური ველი და ზეცა არის უკვე ის ველი, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავთ. ადრე ვხედავდით, მერე მოხდა ისე, რომ ეს დაგვიფარეს, მას დაარქვეს ესე პირობითი კი არა და ესეთი სახელი შარი. ხო, რა შარში გაგხვიესო, რომ ვამბობთ ეს ტყუილად არ არის მოწოდებული. შარი დაარქვეს ამ საკითხს, რომელიც ფარავს ზეცას. და ზეცაზე არის ის ანგელოს ზეციური ანგელოს ვაუ და დაინახე ჩიტებმაც კი იგრძნეს ესეთი რაღაც ფრინველებმა. ზეცაზე არის ზეციურთა დასთა წარმომადგენლობის საზოგადოება. ესე იგი, ნახეთ რა ხდება აქ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მამაო ჩვენოზე, რომელიც არის ცათა შინა, ის არ არის ცათა ზედა. ის არის ცათა შინა, ხო? სიტყვის ძალის მეშვეობით ის ცათა შინა არის ჯერ. მოდი აბა ვნახოთ რა ხდება ცათა შინა. ცათა შინა, რო გადავხედოთ, ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი აქ დედამიწაზე ჩამოვიდნენ 270 ანგელოზი, ეს ახლა მე არ ვიგონებ, ის ენოქის წიგნში პირდაპირ წერია. 270 ანგელოზი და ქმნიდნენ ადამიანს. ესე იგი, არის ესე მარჯვენა მხარეს რო ქმნიდა ერთი ანგელოზი, მარცხენა მხარეს ქმნიდა მეორე, მარჯვენა თვალს რო ქმნიდა ერთი ანგელოზი, მარცხენა თვალს ქმნიდა მეორე ანგელოზი. აი ესე სახელებით არის მინიშნებული, აღწერილი თუ რომელი ანგელოზები ქმნიდნენ ადამიანს. ეს არის არა ენოქის წიგნში, არამედ ეს არის უკვე გნოსტიკურ სახარებაში, სხვადასხვა წერილებში. აღწერილი არის თუ როგორ იქნებოდა ადამიანი. და ესე იგი ცათა შინა, რომელი მამაც არის ცათა შინა, ეს მამა არ არის ცათა ზედა. და ამაზე გვითხრა ჩვენ ქრისტემ, რომ თუ გინდათ რომ რაიმე შეწევნა მიიღოთ, ილოცეთ ასეო რა. და ასე მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ანუ ვერ გაცდა ზეცას. ქვეყანასა ზედა და ცათაშინა. პური ჩვენი არსობის ანუ მატერიალური მოგოჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ. ხო? ესეთი ლოცვა არის. და მართალი გითხრათ, ეს არის ის მამა, რომელზეც ქრისტემ გითხრა ილოცეთო, ეს არის იალდაბაოთი, ანუ იახვე. იხვხ, ანუ მე ვარ ვინც ვარო, ხო? ეს ვინც ამბობს. მე ვარ რომელიც ვარო, ანუ მე ვარ რომელი ვარ. მე ღმერთი რომელიც ამბობს მე ვარ რომელი ვარ, აქ უკვე არის პირდაპირ მნიშვნელობით განხილვა იმაზე, რომ აი მე ვარ რომელი ვარ. იგივეს ამბობს იალდაბაოდ, ისა მე ვარ, ვინცა ვარ და მე უნდა მეთაყვანოთ. ანუ იალდაბაოთი და იხვხ, იახვე ერთი და იგივე პირია, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს, რომ მეთაყვანეთ. მეთაყვანეთო, გესმის? ეხლა რატომ გეუბნება ქრისტე აი ასეთ მამაზე, რომ ილოცეთო რა? ამ საკითხში სიღრმისეულად განვიხილე, ნუ ეხლა რა თქმა უნდა, ნინოსთანაც და მერე ჩემს თავშიც. რა ხდება აქ? ჩვენ ვიცით, რომ სოფია, ესე იგი, სიბრძნემ, რომელმაც შექმნა სული ჩახპერა მერე ადამიანს, აი ამ მამის ქმნილებას, რომელმაც შექმნა ადამიანი და ვერაფერს ვერ უშვებოდა, თუ სოფია არ ჩააბერავდა სულს. და როდესაც სული ჩახპერა სოფიამ, მასში შევიდა, რა თქმა უნდა, სული წმინდის მადლი ადამიანში დაიწყო სიცოცხლე, ხო? ასევე საუბარი, ლაპარაკი და ასე შემდეგ და ეს ადამიანები დიდი ხნის მანძილზე ეთაყვანებოდნენ ამ იხვხს. მათ შორის, სანამ ქრისტე მოვიდა, ისინი ეთაყვანებოდნენ ძველი აღთქმით იხვხს. შემდეგ ქრისტემ თქვა, რომ ამ მამაოს ეთაყვანეთ. რატო ეხლა ნახე? რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი. აქ ჩვენ პირდაპირ მნიშვნელობით გითხრა ქრისტემ კიდევ ერთი რამ, რომ თუ თქვენ ამ მამაში ვერ შეიტანთ სინათლეს, ანუ წმინდა იყავ სახელი შენი, ნიშნავს იმას, ნინო ხარაძის თანახმად ვეთანხმები, რომ არ არის ის ჯერ წმინდა და უნდა იყოს, ანუ გახდეს წმინდა, ხო? წმინდა იყავ სახელი შენი. მოვედინ სუფევა შენი. და სუფევა, სასუფეველი განიცადოს აი ამ მამაო, თუ მამამ. თქვენ იცით, რომ ეს ქმნილება, რომელსაც სოფია ქმნის, სიბრძნე, რომელსაც იალდაბაოთი ქვია, იგივე იხვხ. ეს არის ძალიან ბრძენი არსება ლომის თავით, გველის კუდით. ლომის თავიანი, გველის კუდიანი არსება, ესე იგი, გადატანითი მნიშვნელობით, ხო? პირდაპირ მიანიშნებს, რომ ის არის მმართველი, ანუ მეზე ორიენტირებული, მესა და ეგოზე ორიენტირებული სიბრძნე. ხვდებით? ანუ ეს არ არის სიყვარულში მყოფი სიბრძნე, რომელიც თით განწირვას აკეთებს, არამედ ეს არის სიბრძნე მმართველი, რომელიც შეიწირავს ის დამიკალით, ის მომიყვანეთ, ის სისხლი დაღვარეთ, ის ჩემი შვილი შევწირე, იქ ისე და ის მოვკალი. მოკლედ, ერთი სიტყვით ეს მამაო, რომლის მარჯვნივაც დაჯდა ქრისტე, ანუ მარჯვნივ დაჯდომა თავის თავად ნიშნავს მარცხნივ მოქცევას, აი ამ მამისას და დამარცხებას იმ მიზნით კი არა, რომ აიმე შენზე მეტი ვარ, არამედ უბრალოდ მარცხნივ დაიჭინა, მარჯვენით მარცხიენა დაამარცხა, ხო? რა ხდება ახლა აქ? აქ პირდაპირ მნიშვნელობით შევხედავთ იმას, რომ ეს მამაო, რომელიც ამ დინამიცაზეა და სოფია ცდილობს უკვე დიდი 1000 წლეულებია, სოფია ცდილობს ამ თავის ქმნილებაში, რომ გადაარჩინოს, შეიტანოს სინათლე, ეხმარება ამ საკითხში ისევ და ისევ ქრისტე, რომელიც თავის ხორცს, მატერიას, რომელიც აი ამ მამამ მიანიჭა, გასწირავს.
დილამშვიდობის ანი. არქონტები რაღაცას შექმნა ადამიანს, რომ კიდევ უფრო გართულდებოდა გამოფხიზლება. არქონტები არ შეუქმნია სოფიას. არქონტები შეიქმნენ იმისათვის, რომ ადამიანები გაცხოვრონ ილუზიებში. არქონტი არის ეს მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ილუზიაში ცხოვრობს. ილუზია რა არის? რაც არ არსებულია და იმას ეპოტინები, რომ ის არსებობს. მაგალითად, რომ გგონია, რომ ანგელოზებს ფრთები აქვთ. რომ გგონია, რომ ისინი დაფრინავენ, ესე რომ შეუხებლები არიან და სქესი არ აქვთ. ეს არის არქონტი. არქონტი ის მდგომარეობაა, შენ რომ გაფიქრებინებს ამას, რომ ანგელოზები არიან ისეთი რაღაცეები, რომელსაც ვერ შეეხები, რომელსაც კედელში გადის და ესეთი რაღაც. მაგრამ სინამდვილეში ანგელოზები არიან ჩვეულებრივი, ჩვენაირები, ოდნავ განსხვავებული მაღალი ტანის იყვნენ, შეიძლება სულაც არ იყვნენ მაღალი ტანის. ისინი ცნობიერად მაღლები იყვნენ და მათ ნამდვილად შეეძლოთ კედელში გასვლა. იცი როგორ? არა ფიზიკურად, არამედ ცნობიერად. ამას მე ავხსნი როგორ, ავხსენი ადრეც, მაგრამ მე უცბად გეტყვით რა. არქონტები და ანგელოზები დროს მიღმა არიან. დროს მიღმა ყოფი ადამიანი კედლებშიც დადის. როგორ დადის? იცით კედლებში? მაგალითად აქ რო შენობა იყო, მან იცის. ეს შენობა ერთ დროს დაინგრა და ეს იმ ადგილზე რომ გაივლის, მის ცნობიერში არის, რომ კედელი იყო ერთ დროს, მე გავიარე. ადამიანი, რომელმაც არ იცის ეს ცნობიერება, დროში არ უმოგზაურია და არ იცის, რომ აქ ერთ დროს კედელი იდგა, ის ჩვეულებრივად დადის იმ სივრცეში, სადაც ერთ დროს კედელი იდგა და შეიძლება საერთოდ ვერც წარმოიდგინოს, რომ ეხლა კედელი გაიარა რა. ერთ დროს სივრცე მატერია ეს რომ ბარიერი იყო ამ ადგილზე, იქ რომ იმან გაარღვია. რატო? სანამ ეს ადამიანი არ გაიხსენებს იმას, რომ აქ ერთ დროს კედელი იდგა და მე ახლა აქ თავისუფლად გავიარე, ის ვერასდროს ვერ გაივლის კედელს. ფარდა ვერასდროს ვერ აიხდება იმისთვის, იმიტომ რომ დროშია შეზღუდული. რატო იცი დროში შეზღუდული? რომ დაიბადა და გარდაიცვალა, მარტო იმ დროს აღიქვას. და რომ დაიბადა და გარდაიცვალა, იმ დროს ის კედელი იქ არ იყო. თუმცა სანამ ის დაიბადებოდა და გარდაიცვალებოდა იმ ავატარში, რომელ ავატარითაც მოვიდა, ხო? მანამდე აქ ყველა ადგილზე თქვა, სადაც შეიძლება გაიარონ, ყოველდღის ნაბიჯში შეიძლება შენობა იდგა. ცნობიერში ის ვერ გაიაზრებს ამას. და ანგელოზი გაიაზრებს, რატო? იმიტომ რომ იცის იმან, იქ რა იყო და რა ყველაფერი იცის უკვე. ეხლა რა შეეხება იმას, რომ რატო უნდა ვილოცოთ ჩვენ ამ მამაოზე, რომელი მამაოც პრინციპში მკვლელია, ერთს ჯის მეორესთვის, იქ იმას შეიწირავს, იქ სისხლს ღრის, თავისი შვილის სისხლის დაღვრა და აპროგრამა. იმიტომ რომ სხვაგვარად მასში სინათლე როგორც ჩანს ვერ შედის. თავგანწირვა არის ის მან რა არის. იმ მამაო, რომელზეც ქრისტე მარჯვნივ უჭდება, ხო? არ იცის რა არის თავგანწირვა, უნდა ასწავლოს მას თავგანწირვა მამამის სხვათა შორის. შეიძლება შემეწინააღმდეგოთ, მაგრამ მე ეს არის ჩემი აბსოლუტური სუბიექტური ასე დაკვირვება, მათ შორის თანამოზაზრეებიც ყავს და ეს არ არის სექტა, ეს არის უბრალოდ ადამიანები, რომელსაც ვისაუბრეთ, ზოგი დავეთანხმეთ ერთმანეთს, ზოგი ვერ. ეხლა არ არის აუცილებელი ყველა ერთმანეთს დავეთანხმოთ რაღაც მოსაზრებაში, ხო? ხო და ამიტომ მე ვფიქრობ, ქრისტე, როდესაც მოდის აქ და თავის თავს შეწირავს იმისათვის, რომ სოფიას დაეხმაროს, რომ ეს თავისი სინათლე შეატანინოს თავის ქმნილება მამა ღმერთში, ხო? ეს იალდაბაოჩი, იხუხში, ამ ბნელ არსებაში, სამუელში, რომელიც არის ბრმაძე, აუცილებლად მოუხდება მას თავისი ფიზიკური ველის დათმობა, იმიტომ რომ ის ამბობს ესეთ რამეს, რომ თუ არ გასწირავ თავს, ვერ ასწავლის სიბნელეს, სიყვარულს. სიბნელეში სინათლეს ვერ შეიტან. და თავგანწირვა სჭირდებოდა აუცილებლად მამას უნდა დაენახა, რომ ეს სინათლე არსებობს, რომ შენმა შვილმა შეიძლება გაწიროს შენი გულისთვის თავი. მხოლოდ ასე ასწავლიდა ქრისტე თავის ბრმა მამას ამ საკითხს.
დილამშვიდობისა ვერაფრით ვერ ვეუბნები და არ მომწონს სიტყვებიო. ვერ გავიგე. ეს მომწონს სიტყვებიო უკუნისამდე რამდენიმე მღვდელს ვეკითხე და უაზრო პასუხები მითხრეს. აი უკუნისამდე ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ სანამ სიბნელე არის და სანამ ეს სიბნელე ამ სიბნელეში არ შევა ეს სინათლე, მანამდე იქნება უკუნისამდე. სიბნელე. აი გენიალურია ქრისტე რა. და რომ შევიტანთ აი ამ ლოცვით, ამდენი ხალხი ვეთაყვანებით, აი ამ მამაო ჩვენოს წმინდა იყავ სახელი შენიო, ვლოცულობთ, იმიტომ რომ განიწმინდოს ეს მამაო რა. და როგორ თავდება? არამედ გიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რამე თუ შენი არს სუფევა. მოიცა როგორ არის ერთი წუთი სახელი შენი, ვით ერთ ცეცხლში ეგრე ქვეყანასა ზედ. პურჟენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანდები ჩვენ ვით არის ჩვენ და თანანდები ჩვენთან და ჩვენ ჩვენ გასასწრებს არამედ ვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რამე შენი არს ძალი. დიდება და სუფევა. აც და მარადის უკუნისამდე, აც და მარადის უკუნისამდე. შენი არის ძალი სუფევა და დიდება უკუნისამდეო, მაგრამ როდესაც ეს უკუნისამდე დამარცხდება, იქ უკვე ძალი სუფევა და ყველაფერი გადავა ზე ცაზში, ანუ ნახე ზე ციურში და არა ცათა შინაში. ცათა შინა აქეთ არის, აი აქ ჩვენ დაბლა, სის დაბლა და ცათა ზედა არიან უკვე ის მნათობნი, როგორც ქრისტე ამაღლდა ისინი. ეს არის ის ლოცვა, რომელიც მართლა იალდაბაოთს ეკუთვნის და მართლა იალდაბაოთთვის გვალოცინებს ქრისტე, რომ მასში შევიდეს სინათლე, რამე თუ არ არის წმინდა და განიწმინდოს. მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით? საინტერესოა თქვენი აზრი დამიწერეთ ამასთან დაკავშირებით. ახლა მე დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.